ნუ მოწყვეტთ ბავშვებს ეკლესიას და ნუ ფიქრობთ რომ ეკლესია მაინდა-მაინც დაყვანება როგორც ჯიპიან ყუთელზე და ასე შემდეგ. ნუ ეს არასერიოზული, ეს იყო პროპაგანდა. აი ყველა ეს ადამიანი ვიც აუღდლები ვინ არიან და ეს პროპაგანდა. განა იმიტომ რომ ჩვენში პრობლემა არ არის. აგერ ჩემი თავით დავიწყე. პრობლემის მეტი რა მაქვს? ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი ვარ. თავისი ცოდვიანი მიდრეკილებები. მაგრამ ის რომ ეკლესიაში რა მინდა კაცო ეს ღდლები ვინ არიან და ეს არის პროპაგანდის სხერპლია. ეს დაახლოებით იგივეა რომ დაიწყოს მიზანმიმართული პროპაგანდა, თქვათ, სკოლების წინააღმდეგ, ან მედიცინის წინააღმდეგ, 10-15-20 წელიწადში 30 წელიწადში მივიღებთ ახალგაზრდობას, რომელიც არც ექიმს გაეკარება და არც სკოლაში და შეიყვანს თავის შვილს. ანუ ეს პროპაგანდა ძალიანად მოქმედებს. და ამ დროს ადამიანი არ ფიქრობს, კი, მაგრამ ვიღაცა ექიმი იურებს მედიცინა რა შუაშია, ვიღაცა მასწავლებელი იურებს განათლება რა შუაშია, ვიღაცა მღვდელმა შეიძლება აურიოს ჩემნაირმა, მაგრამ ეკლესია, თუ ეკლესია თეოდორეა, ეკლესია უდრის თეოდორეს, თეოდორე თუ ურებს ეკლესია და თეოდორე სინონიმებია, არ არის. აბა ეკლესია რისი სინონიმია და სახარებას რო გადაში ეგრევე მიხვდები, ეკლესია უდრის ქრისტეს, ქრისტე უდრის ეკლესიას, იმიტომ რომ ეკლესია ქრისტემ დაარსა და თავის თავი საიდუმლოებრივად, ანუ მისტიკურად ეკლესიაში დატოვა ზიარების სახით.